მოგესალმებით სოფო მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და განსაკუთრებულად ამ ახალი წლის ბოლო დღეებში მინდა მოვიკითხო და სოლიდარობა გამოვუცხადო სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ადამიანებს რომელიც აბსურდულად უსამართლო სასჯელს იხდიან ეხა აბსურდულ სასჯელებს იხდიან და აბსურდულ სასჯელებს ეილიან საპატიმროში და ჩვენი ფიქრები დღეს მათთან ერთად არის და ჩვენი ყველა ქმედება ტრიალებს იმის გარშემო რომ ეს ქვეყანა არასდროს არ იყოს ის საზიზღრობა რათაც ივანიშვილმა აქცია განსაკუთრებით 2025 წელს და გამოც ეს ხალხი ხა ციხეშია. ხო, უთარ ფარცხალაძის პერსონაჟთან რაიმე მინიმალური შეხება თუ ქონია, ცოდნა არ არის საჭირო მის ბიოგრაფიას, მის ერთი ნალაპარაკები თუ სადმე გაქვს მოსმენილი. ერთადერთი რამე მოგდის თავში აზრად, რომ ეს არის ზეკი, ჩამოყალიბებული რეციდივისტი, ჩვეულებრივი მაფიოზი. ეს კაცი ჯერ იყო პროკურორი ამათი, უბრალოდ ის არა, ბოტასის სკურდობის მდგომარეობაში რო იყო. მე სოფო არ დაგვაუწყდეს, რომ მისი პროკურორობის შემდეგ ის მართავდა კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ივანიშვილის ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდა. უთარ ფარცხალაძე არის სასამართლოს კლანის უკან. უთარ ფარცხალაძე ბოლოკაცი კი არ არის და მართლა ჩვეულებრივი ჯიბგირი კი არ არის. სასამართლო სისტემა რო ისეთი რო არის, როგორიც არის დღეს, ამის უკან უთარ ფარცხალაძე დგას. ყველა ამ ადამიანებს უკან ის იყო. უთარ ფარცხალაძე იყო მთავარი დამლაგებელი ამ ხელისუფლების. რა თქმა უნდა ის როგორც ყველა მისნაირი ჭკუასუსტე ადამიანი და ესე დაბალი ინტელექტის ადამიანი, ასეთ ძალაუფლების პირობებში უარეს მოსტრად გადაიქცა, რა თქმა უნდა, ქონდა პრერეკვიზიტი ყველა ამისთვის, მაგრამ ხო საბოლოოდ ჩამოყალიბდა კაცად, რომელიც უკვეთავს ვიღაცების მკვლელობას, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას. უსაფრთხოება ჩემი თქვენი და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება. ქვეყანაში რომლის ტერიტორიაზე მტერს ჯარები აქვს განლაგებული. ხო, ჩვენ ქვეყანა რომლის ტერიტორიაზე ფაქტია ესეთი უცხო ძალის ჩვენი მტრის რუსეთის ჯარებია განლაგებული და საქართველოში სუსის თანამშრომლები ერთი იყო, სუსი ხო განადგურეს როგორც ინსტიტუცია, როგორც უნიშნულოვანი ინსტიტუცია, მაგრამ მაინც ამ პირობებშიც კი ქართული ოსნების პირობებშიც ასობით ადამიანია სოფო, რომელიც საიდუმლოდ დღეს საქართველოს საქმეს აკეთებს საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ფასად. უამრავი ასეთი ეგრეთ წოდებული აგენტი, ოპერატიული მუშაკი, რომელიც საქართველოს საქმეს აკეთებს, მათ შორის სასაზღვრო ტერიტორიებში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასე შემდეგ. ყველა ამ ადამიანის უფროსი აღმოჩნდა კაცი, რომელიც ჩვენი შვილების საჭმლიდან ფულს აკეთებდა ბაღებში ერთი და ევროპელი მოხუცების ფულის ძარცვის, თაღლითური სქემის, ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მესვეული იყო საქართველოში. ანუ ამ კაცის ქვეშ არიან ასობით ადამიანები, რომელიც ყოველ დღე სიცოცხლეს ისკავენ. და ეს ტიპი მილიონს იღებდა თითო კოლცენტრიდან, თუ რავდა 100,000, რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ყვლეფაზე ადამიანი ყველაზე ბინძურ საქმეზე რაც შეიძლება ადამიანმა ცოცხალმა იკადრო, სხვა ადამიანებზე ითაღლითო, აი ამას მფარველობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყავს, რომელიც ჯარის ტანსაცმელიდან და საჭმელიდან ფულს აკეთებდა. ვინმე ჯუანშერ ბურჭულაძე, ვინმე არავინ არარაობა, რომელიც არავით არ გამოცდილება, არც პოლიტიკური საჯარო, არც სამხედრო სპეციფიური, არავით არ ქონია. მარტო ის ქონდა, რომ კარგად ფულის კეთება იცოდა და ღარიბაშვილის მაკაცი იყო. გუმელაური, კაცი, რომელსაც, რა ვიცი, რომელზეც იდგა მთელი კოცური სისტემა. ეხა არის შინაპატიმრობაში ფაქტიურად, ხო? სად არის ეს კაც რა დაატარება პროკურატურაში მარტო იმის რომ ჩვენებები მიცეს ვიღაცების წინააღმდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კაცი რომ ორგზის. ყველაზე დიდი ხანი ბინძინა ივანიშვილზე უფრო დიდი ხანი ოფიციალურ თანამდებობაზე, ყველაზე დიდი ხანი ეს კაცი იყო. ანუ კოცობა საქართველოში ადამიანები დაიბადნენ და გაიზარდნენ ისე რომ მათ ცხოვრების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. კაცი რომელზეც ამბობენ რა ვიცი აი სალიკალდეო, არ ვიცი, სიწმინდე ჩვეულებრივი, მეორეთ მოვაბრუნეთ, ისეთი მაგარი არისო. ეს კაცი აღმოჩნდა, ჩვენ რომ ვამბობდით, რომ შვილი თვითმფრინავით ის უყიდაო, რა ქვია, სახელმწიფო თვითმფრინავით გადააფრინაო, ტიპებმა რაღაცა საოცრება დადგეს, არა მამამისმა ქეში მოიტანაო. და თქვენ ახართ ყველანი სამშობლოს მოღალატეებიო. და აღმოჩნდა რომ ეს კაცი არის გათახსირებული, რომელიც რა ჩვენ ყველამ ვიცოდით რა კაციც იყო და პირველ ჯერზე რო კორუფციის გამო გაუშვებ და ნათესავებია ცუდიო, ნათესავები არ უარგაო. მეორე ჯერზე კაიწყება ნათესავები ამოარჩია. მეორე წება ნათესავები და ძმაკაცები ჯუანშარა ბურჭულაძე და ესენი კარგები აღმოჩნდნენ. და ეს მოიბა და აღმოჩნდა რომ თურმე მთელი მის მმართველობის მანძილზე გვძარცვავდა.
და სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ეს ქვეყანა მართლა ჩალით ხო არ არის დაფარული? ეს ხო ძალიან კარგად ისმის. ბაჩუახალაია რატო ისქნა ეხა დაიჭირა და რაღაცა ისა ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი დააბრალა. მე არ ვიცი ბაჩუახალაიას ყველაზე ცუდი დამცველი გამოვალ ალბათ ქვეყანაზე არავითარი სიმპათია არ გამაჩნია ნულოვანი მაქვს პირიქით. ჩემთვის ის კაცი არის ბევრი ცუდი საქმის ავტორი წინა 9 წლის მანძილზე და რა ვიცი 10 წელი ციხეში ისდა ამის გამო სამართლო საკანში. ეხა მეორე დაიჭირო იმაზე რომ 15 ჯერ ვიღაცა 25 ჯერ და ვიღაცა 123 ჯერ დაურეკა ტელეფონზე თითო წუთი და იმას სარმეუბნები რა ილაპარაკე ეს ტელეფონზე არამედ მეუღლის IP-ის სამართლი მაგას ვუდა რაღაცა ილაპარაკე ეს ღმერთმა უცხის და რა ილაპარაკეს ისიც არ გვიყვარს ანუ ეგ არა გაკ და ამითი გინდა აქ ხო მარტივი ამბავია მონსტრი შემდგარი ჩამოყალიბებული ვაღიაროთ ეგრეა ბაჩუახალაიას მონსტრის სტატუსი ამ საზოგადოებაში აქვს ეს გამოიყვანეს წინა პლანზე რომ გადაფარონ რომ ხო ტრანსლაცია უნდა დაშვი იმიტომ რომ ვერ გამოვიდა ესე მარტივად სოფო არ მინდა რაღაც დაიჭიროს მეორე პლანზე რა მნიშვნელობა აქვს ამას როგორ ივანიშვილს სადუქრება ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაზეც თქვენ გააკეთეთ აქცენტი ყოფილა თუ არა ამ 13 წლის განმავლობაში პერიოდი ამ ქვეყანაში როცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები უმაღლეს თანამდებობაზე კაცის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღებოდა ივანიშვილის გარეშე ასეთი პერიოდი იყო საქართველოში ნუ ზაზაშატრიშვილს თუ კითხავთ იქ deep state იყო რაღაცა მომენტში როცა გახარია დანიშნეს მაგრამ მაინც ვიზა ივანიშვილისთვის სჭირდებოდა ივანიშვილის deep state ეხა ივანიშვილის კაცი რომელთანაც deep state არ მარცხდება სოფო და ეხა რო არ ხდება ესე იგი ის არის ვისაც ითვალისწინებენ. ნუ ეხა სერიოზულად რო ველაპარაკოთ არა თქმა უნდა. არა, გადაფარვას იცი რატო ცდილობს და აი ბაჩუახალაის თემა და ასე შემდეგ რატო მოვიდა? იმიტომ რომ ის თulis რომ ქართველი ხალხი ეს არის აი ამის ღირსია. აი ამათ თulis ქართულ ხალხს, რასაც აკეთებს ეხა. აი ამათ თulis ქართულ ხალხს, რომ აი ჩემი მთელი სინდიკატი არის ხელისუფლებაში მყოფი ტიპების, რომელიც მთელი ამ 13 მანძილზე რაღაცა თანამდებობაზე იყვნენ, ესენი თქვენ ხრავდნენ, ამ სახელმწიფოს ხრავდნენ, ოღონდ მე ხა კაი ბიჭი ვარ, ესენი გავაჩერე. ოღონდ ჩემი პასუხისმგებლობა მე დამტოვეთ, ოღონდ მე თვითონ დავიჭერ ჩემ ხალხს, ოღონდ მე დამტოვეთ. ფეხებს მოვიჭრი, აი ამას ამბობს, ფეხს მოვიჭრი, ხელს მოვიჭრი, ნებისმიერ კიდურს მოვიჭრი. ოღონდ დამტოვეთ, იმიტომ რომ ეკუთვნის. არა და ყველა ამ უბედურების სათავეში არის ივანიშვილი. ყველა ამ უბედურების სათავეში ერთ და იგივე კაცია. არაფერი არ იცვლება. ის რომ ეხა ყურმოჭრილი ლეკვები გამოზარდა და ეხა ეს ყურმოჭრილი ლეკვები ახალი სისხლის კოცები, რაღაც ხო ვამპირებში ახალი ჯიში გამოიყვანა. ისინი აღარ ყოფნის, ისინი კერძო სექტორში გამოზარდა. ისინი ხო ყველა, ანუ ჩემი და შენი ახლობლები ხო არ არიან. ხო მარტივად თქვა. არც ხო საჯარო რამე დამსახურების ხალხი არ არიან, სოფო. ანუ მათ ხო არავითარი საჯარო წარსული არ გააჩნდათ. სანამ ქართულ ოცნებაში ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, არავითარი საჯარო წარსული არ გააჩნდათ. ანუ არავითარი დამსახურება ამ საზოგადოების წინაშე, ერთადერთი რა ნიშნითაც იყვნენ ხელისუფლებაში, იყვნენ ყურმოჭრილი მონები, იყვნენ რომელიც მზითვად მოყვებოდა ბიზნესიდან ივანიშვილს. ეხა ეს ყურმოჭრილი მონები გაუშვა, იმიტომ რომ ახალი კასტა გაზარდა ვამპირების, რომელსაც დღეც შეუძლიათ გარეთ გამოსვლა. აი ეს ბევრად უფრო საშიში კასტა. მისი არა ბიზნესიდან, არამედ უკვე მართლობიდან, აი ამ რაღაცა ჩეკისტური მართლობიდან გამოიყვანა ახალი ჯიშის კოცი. რა გაიყვანს ივანიშვილს თანამდებობიდან? რაც სulis აქ რეჟიმს. ახლა გადავიდეთ ამ პროცესზე. ერთწლიანი პროტესტი, ძალიან დასუსტებული მისი აზრით ოპოზიცია, რომლის ყველა ლიდერიც გამოკეტა ციხეში და რომელთა პარტიებსაც უპირებს აკრძალვას ახალი ბრალი დაკიდებული ამ ოპოზიციის ლიდერების თავზე. არ გეყოთ რამდენიმე თვე 7-დან 15 წლამდე დაგიჭერთ. კი ბატონო, ეს მუქ არა, ასეთი მოცემულობაა. სად არის აქ პოლიტიკური გამოსავალი? პოლიტიკური გამოსავალი არის ყველა ამ პროცესის, რაც ახლა მიდის ყველა ეს პროცესი ჩემი აზრით არის ძალიან სწორი და ბუნებრივი და ისეთი როგორიც უნდა მოყვეს იმას, რაც ჩვენ თავს გადაგვხდა 1 წლის წინ. აი ეს პროცესი მე ამ შეფასებაში ვეთანხმები. კი, დღეს ძალიან უკიდურესად დასუსტებულია პროტესტიც, პოლიტიკური ოპოზიციაც, ოღონდ პირველ რიგში ყველაზე მეტი კრახი ვინც განიცადა და ყველაზე დიდი ვარდნა ვინც განიცადა კოცია. ქართული ოცნება ამ ყველაფრით ცდილობს იმის დაფარვას, რომ თვითონ
ვერ არის, ორ ფეხზე ვერ დგას ეხა მყარად. შეუძლებელია რომ რამე რაც დგას ირაკლი კობახიძის ძალაუფლებაზე ის მყარად ითვლებოდეს. იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ფიზიკურად. ამიტომ ისიც ძალიან დასუსტებულია, რა თქმა უნდა, მთელი პროცესი დასუსტებულია და ოპოზიციაც, ანუ ეს გამოფიტვის ბრძოლაა, პირდაპირ ვთქვათ, ერთმანეთის გამოფიტვის ბრძოლა. სადაც ივანიშვილს აქვს უპირატესობა, რასაც ქვია ლეგიტიმური ძალადობის უფლების გამოყენება და ის იყენებს ამას. და რა თქმა უნდა, ფინანსები. ის იყენებს ამას. ის არალეგიტიმურ ძალადობაზეც გადადის, ის წამლავს ხალხს ქუჩაში. შეხედე, მას სკანდალები მოყვება, უგროვდება ყოველდღიურად, ეს ნიაღვარი არ ჩერდება. ანუ ის სუსტია, ის ისეთი სუსტი, როგორც დღეს არის, არასდროს არ ყოფილა. ასეთი აგრესიულიც არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ესეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. ამიტომ ყველა ის პროცესი, რომელიც მიდის, ამას ჭირდება ცოტა მეტი ენერგია, შეცდომების გადააზრება, რა თქმა უნდა, ყველას მხრიდან. შეხედე, ქუჩაში პროტესტი მიდის. უწყვეტად. რაც არ უნდა ვთქვათ, არის დღეები, როცა ცოტა ხალხია, არის დღეები, როცა ძალიან ბევრი ხალხია. ერთი წლის თავზე ვაღიარებ, რომ რაღაცა დღეები არის, როცა არანორმალურად ბევრი ხალხია აერთწლიანი პროტესტისთვის. წელიწადზე მეტია. ეს პროტესტი მიდის, ავად თუ კარგად ის უწყვეტია. პოლიტიკური პროცესი ვერ მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ჩასვა ყველა პოლიტიკური ლიდერი, მერე მათ დისკრედიტაციის მიზნით ზოგი გამოუშვა, ზოგი დატოვა, ზოგი ისქნა, გადაათამაშა, გადმოათამაშა. ყველა მარწუხი რაც შეიძლება ჩვენს გარშემო შეკრას, ყველა შეკრული აქვს. ყველა ჩვენს თავზე არის სისხლის სამართლის საქმეები, რაღაც მუქარები, რაღაც შემოთვლები, თაროზე შემოდებული. ყველას ამით გვემხრება არ გამოუვიდა, რომ ჩვენ ყველანი წავიდეთ პოლიტიკიდან. ხალხი ვართ, რომელიც დავრჩით ამ საქმეში და ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ელექტორალური წყარო აღარ აქვს ლეგიტიმაციის, ეგ ძალსახაა. აღარ აქვს ლეგიტიმაციის წყარო, განსაკუთრებით გაყალბებული არჩევნების მერე, შემდეგ ყველაფერი რაც გაკეთა იმ არჩევნებში, რომელშიც სამწუხაროდ მარტო ჩვენ შევედით და სხვა არა, იქაც ხო დავინახეთ მისი სისუსტეები, რეები იკადრა ესეთ არჩევნებშიც კი, სადაც ობიექტურად დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ დავინახეთ როგორ მოიქცა, ხო? აქაც. ეს პროცესი პრობლემური აქვს. ქვეყანაში დაიწყო ინსტიტუციური ეროზია, ანუ შიდა პრობლემები, რომელიც აქამდე ინახავდა რა, არ იცოდა გუშინ ლილუაშვილი ის იყო, რა ქვია, ჯიბგირი იყო, ან ღარიბაშვილი, უბრალოდ რაღაცა მოხდა შიგნით ისეთი, ამაზე ვერ დავდებ თავს და არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ისეთ რაღაცები მოხდა, რამაც ეს ყველაფერი ამოატივტივა, აი ეს რაღაცა გვამები ამოყარა წყლის ზედაპირზე, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი გახდა. ეგ ანიშნებს, რომ შიდა ეროზია აქვს. მეოთხე საერთაშორისო იზოლაცია. საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც გრძელდება და მძაფრდება. და ვითარება არის გეოპოლიტიკური, როდესაც ჩვენი რეგიონი ლაგდება. მოდი ერთ მესრულ დისტანცირად, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად ესე დალაგდა. საქართველოს ბედი გარკვეულწილად დამოკიდებულია უკრაინულ პროცესზე, ოღონდ რეგიონალურ კონტექსტში, გეოპოლიტიკურად უკრაინის ვითარება მკვეთრად გაიმიჯნა კავკასიის ვითარებისგან. ეს არის მოცემულობა, ეს უნდა ვაღიაროთ და ეს მოცემულობა არ მოდის ჩვენგან, ეს მოცემულობა მოდის მაგალითად შეერთებული შტატების დამოკიდებულებებიდან, რომელიც შეიცვალა. ჩვენი რეგიონი უკვე ლაგდება იქ იმის საპირისპიროდ, ვიდრე ივანიშვილმა ფსონი დადო და გათვლა გააკეთა. ანუ ამ რეგიონის სამი ქვეყნიდან ორი ჩვენი მეზობელი, რომელიც ბევრად უფრო ახლოს იყო რუსეთის ფედერაციასთან, ვიდრე ივანიშვილი ოდესმე ყოფილა, ან ოდესმე უოცნებია რომ იყოს, ორივე არიან რუსეთის სამხედრო მოკავშირეები, ორივე დისტანცირდა რუსეთიდან, ანუ საპირისპიროდ გამოიყენა აი ეს შესაძლებლობის ფანჯარა და დისტანცირდა არა ობამას ადმინისტრაციის დროს, არა და ბუშის, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის, აი კოცები რო იძახიან, ჩვენნაირები არიან, გეხვეწებით, მიგვიღეთ ტალიაშვილი და თავის ქმარს რაღაცა ფიტულებად რო დააქვთ უკვე და ფოტოებს რო აღებინებენ, ამ კაცთან, აი ტრამპთან, რომელსაც იძახიან, რომ აი ტრამპს აღარ აინტერესებს ძმაო ევროპა, აი ამ ტრამპთან სომხები და აზერბაიჯანელები დალაგდნენ მათი უსაფრთხოების გარანტი პირდაპირ ვთქვათ, რომ გახდა შეერთებული შტატები და ისინი სხვა რელსებით მიდიან და ნახავთ უახლოეს თვეებში, როგორი განვითარება მოაქვს ამ ყველაფერს. საქართველოს ამ პირობებში იზოლირდება, პუტინის გარდა მოკავშირე არ დარჩა. ხედავთ რომ უკვე რა მდგომარეობაში არის, იმდენად მძიმეა, ძალიან ძნელია გეოპოლიტიკაში ასეთ ვითარებაში, რომ მხარე არ კონდეს. ამიტომ უკვე ნათლად გამოჩნდა რა მხარეს არიან, ხო? აშხაბადში მიდის და იქ ჩვენი ბედი წყდებაო იძახის. აშხაბადში, თურქმენეთში ჩვენი ბედი წყდებაო. სადაც პუტინია. იქ სადაც პუტინია იქ ჯდება. ანუ აქაც ღიად უწევს უკვე ამის დეკლარირება და ვეღარ მალავს ამ ამბავს. ამიტომ საერთაშორისო იზოლაცია ძალიან კარგად მუშაობს და ბოლო მეხუთე მდგენელი ეს არის სანქციები. სანქციები, რომელიც ფიტავს ამ რეჟიმს უსაფრთხოების განცდას უკრობს მათ და აი არიან ტოტალური აი ამ რაღაცა ვოლატილურობის და გაურკვევლობის ვითარებაში.
აი ეს ხუთივე პუნქტი რაც ჩამოვთვალეთ, ჩემის აზრით არის ჯამში აი ის რაც 25 წლის მანძილზე ხდებოდა, სხვა ინტენსივობით, სხვადასხვა მომენტში და ჯამში აი ეს პროცესი აქამდე მოიტანა და ამ პროცესის აი ამ ხუთივე პუნქტის შედეგია, რომ ივანიშვილის რეჟიმი დღეს ძალიან სუსტია. როგორც მთელი ქვეყანა, მთელი სოციალური ქსოვილი, პოლიტიკური ქსოვილი, მაგრამ ის ძალიან სუსტია. პოლიტიკური გამოსავალი, ეგ არის პოლიტიკური გამოსავალი. აი ამ ყველა მიმართულების გაგრძელება, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პროტესტით მას ეხავს ამ პროცესს. პოლიტიკური პროცესი არ უნდა მოკვდეს, რაც არ უნდა ცადოს, ვის ასაქმეების არ უნდა დაკიდოს, ამის მე მგონი ყველა ნიშანი გამოჩნდა, არავის არ შეეშინდა, არავინ ამის გამო ეს გამოწვევა ყველა მიიღო და პროცესის გადარჩენა არის ახლა პოლიტიკოსების ამოცანა. პოლიტიკური პროცესის გადარჩენაა ეხლა კი, იმიტომ რომ მას ხო დარტყმა არ აქვს სოფო უკვე რაღაცა, ეს ხო არ არის რაღაც პოლიტიკური თამაში, რომელშიც უპირატესობის მოპოვება უნდა. ეს არის უბრალოდ რომ პოლიტიკა აღარ მუშაობს, ამიტომ მის სასარგებლოდ აღარ მუშაობს, ამიტომ მოდი გავანადგურებ. საერთოდ აღარ იარსებებს. ამას აკეთებს. ამ პროცესში ხო გადარჩენა, იმიტომ მის მხარეს არის ლეგიტიმური გაძლიერების გზას როგორ ხედავთ? ეს არის ჩემი ბოლო კითხვა, თქვენი ხედვა ამ მიმართულებით. რა შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური პროცესის გადასარჩენად და გასაძლიერებლად? ანუ ხედვის შეცვლა ხომ არის საჭირო სადმე რამის კონსოლიდირება ან პირიქით პარტიული საქმიანობის გაძლიერება, არ ვიცი. იცი რა არის ხო ისე თქვი გეტყვიო თითქოს მართლა რაღაცა ფორმულა მქონდეს არა მაქვს მაგრამ მე მგონია რომ ყველა ეს ხუთივე მიმართულება რომელიც ჩამოვთვალე რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია და ამაში მნიშვნელოვანი მაინც არის საერთაშორისო იზოლაცია პროტესტი პოლიტიკური პროცესის გადარჩენა აი ამ სამს მაინც პლანზე წამოვწევდი ამ სამში უნდა მოვახერხოთ ფოკუსის გასწორება სწორად გაანალიზება რა იყო არასწორი ნაბიჯები და შევეცადოთ რომ ერთიანი ხედვა გქონდეს, შევეცადოთ ეს უნდა გავაკეთოთ სოფო. ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა ეხლა დაღებულ ერთიანობას, ეს არ ნიშნავს რომ აბა ეხლა მოდი ისევ გავჩუმდეთ პირში წყალი დავიგუბოთ, რასაც კრიტიკულად უყურებთ ერთმანეთის ქცევაში, იმაზე არაფერი აღარ ვთქვა. იმიტომ რომ ეხლა ამის დრო არ არის. ამან სამწუხაროდ მიგვიყვანა 4 ოქტომბრის მსგავს მოვლენებამდე, რომელიც არ იყო სწორი პროცესი და მათ შორის ვაღიაროთ რომ ხო, ამაზე უნდა მეტი გველაპარაკა. მე ვთვლი რომ მეტი უნდა მელაპარაკა, რასაც ვფიქრობდი ამ პროცესზე ის. მე მგონია რომ აი ცდელობა რომ საერთო სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ აი ამ სამი მიმართულებით. საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს როლი რომელიც იკარგება, კი, მიდის. რო გითხრა რომ ეხა ისეთი ინტენსიურია რომ ამაზე მეტი გაკეთება არ შეგვიძლია, არა, მეტის გაკეთება შეიძლება. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია რომ არა ტაბულა რაზას პრინციპით, არა ისევ იმის სახელით რომ იცი რა მოდი ეხა მორატორიუმი გამოვაწყოთ ერთმანეთის კრიტიკაზე. არა, ჩვენია მომრჩეველი ის ვინც ჩვენ უნდა გავააქტიუროთ რომ აქტიური იყოს მაგალითად პროტესტში მათ შორის და ზოგადად პოლიტიკურად აქტიური იყოს და მოუბრუნდეთ ამ საქმეს. იმას კონკურენცია უნდა დავანახოთ. ის არ არის ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც უნდა რომ მოისმინოს მარტო ერთმანეთის რა კაი ბიჭი ხარ, რა ლამაზი გოგო ხარ, ერთმანეთზე ეს. კრიტიკულები ვიყოთ ერთმანეთთან. ვიყოთ ერთმანეთს აზრები გავაკრიტიკოთ პოლიტიკური. ერთმანეთი არ დავხოცოთ და არ ვლანძღოთ უაზროდ და ბრალდებები არ ვესწავლოთ. ოღონდ ამ პროცესში მთავარი არის დიალოგი. ამ პროცესში მთავარია რომ ჩვენ ერთმანეთში ვილაპარაკოთ, სწორად გადავაფასოთ რაღაცეები, შეიძლება მტკივნეულ რაღაცეები ერთმანეთს უთხრათ, მაგრამ მივიდეთ აი ამ ჭეშმარიტებამდე. არ ჩავკეტოთ სივრცე რაღაცა წესებით, რომელიც წესებიც მარტო ივანიშვილის ემსახურება ხოლმე.